Moscow never sleeps. Moscow's არასდროს არ ზინავს ეს ფრაზა ალბათ ხსმენიათ სხვადასხვა კონტექსტში, თუმცა დღევანდელი დღისთვის აბსოლუტურად ზედგამოჭრილია. მით უმეტეს რომ ძალიან სიმბოლურ ფოტოს ხედავთ ახლა თქვენ ეკრანზე, ეს არის წარწერა, რომელიც გააკეთეს უკრაინელებმა ერთ-ერთ უპილოტო საფრენ აპარატზე, ვიდრე მოსკოვის მიმართულებით გაუშვებდნენ სწორედ. და ეს არ იყო ერთადერთი დრონი, 1000-ზე მეტი არის გაშვებული ბოლო 24 საათის განმავლობაში, აი ახლაც, როდესაც მე ამ ვიდეოს ჩაწერას ვიწყებ, მიფრინავს კიდევ ერთი პარტია, სულ რამდენიმე წუთის წინ დაიპოსტა, რომ ახალი პარტია წავიდა უკრაინული დრონების რუსეთის და მათ შორის მოსკოვის ოლქის მიმართულებით და ამასაც გაჩვენებთ ცოტა ხანში. თუმცა მანამდე ბევრი რამ არის სანახავი და მოსაყოლი, ამიტომ დიდ დროს არ წავიღებ, შესავალში მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მას შემდეგ რაც დაიწყო ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის ფარგლებში რუსეთის საოკუპაციო არმიას კიევი 3 თუ 5 დღეში უნდა აეღო, მეხუთე წელი გავიდა და დღეს 17 მაისს სწორედ მოსკოვზე, რუსეთის დედაქალაქზე განხორციელდა ამ ომის მიმდინარეობისას ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დავიწყოთ შესაბამისად ბევრი საინტერესო ვიდეო მოვაგროვე, ასე ვთქვათ, რომ ამ ეპიზოდში მე თქვენ გაჩვენოთ. აქ იქნება როგორც განადგურებული ობიექტები, უშუალოდ ის ლოკაციები, სადაც დარტყმები განხორციელდა, ასევე ნაჩვენები იქნება სად იმუშავა მეტნაკლებად ეფექტურად რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ასევე ნაჩვენები იქნება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო დაკვირვების საგანია რუსეთის მოქალაქეების რეაქციები, რომლებიც თანდათან აცნობიერებენ, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც მას ტელევიზიით ეუბნებიან, რაღაც ისე ვერ არის, როგორც მათი მთავარსარდალი შთააგონებს, რომ ყველაფერი რიგზია და ომი მათთან ძალიან ახლოს მივიდა და მისი დანახვა უკვე საკუთარი ფანჯრებიდანაც შეუძლიათ. დავიწყოთ ვიდეო მასალებით, მოკლედ ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი იმ ობიექტების, რომელსაც განხორციელდა დარტყმები, აქ იგულისხმება როგორც ნავთობ ობიექტები, იგივე გადასაქადში სადგურები, რეზერვუარები, ასევე იგულისხმება საწარმოები, სადაც ამზადებდნენ გარკვეულ დეტალებს არმიისთვის და სამხედრო შეიარაღებისთვის გარკვეულ კომპონენტებს. შესაბამისად ზარალი არის საკმაოდ დიდი რუსეთისთვის. სხვათა შორის ეს ვიდეო, რომელსაც ახლა უყურებდით, არის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებული უკრაინის პრეზიდენტის, რომელმაც დაპოსტა რამდენიმე საათის წინ და ამ ტექსტში რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს გაუსვა ხაზი. ერთი იმას, რომ საკმაოდ დიდი მანძილის მოშორებით გრძელდება ეგრეთ წოდებული deep strike-ები, ასეულობით კილომეტრის მოშორებით რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან და რა თქმა უნდა, არ გამორჩენია იმის აღნიშვნა, რომ ეს ყველაფერი ხდება მათ შორის მოსკოვში, რუსეთის დედაქალაქში, რომელიც ცნობილი არის, რომ ყველაზე უკეთესად არის დაცული. და ესაც არის ცხადია სიმბოლური ტექსტი უკრაინის საფრენი აპარატებისთვის, მათი დრონების ოპერატორებისთვის ეს არ აღმოჩნდა ცხადია დაბრკოლება, თუ გავითვალისწინებთ შედეგებს და თუ გავითვალისწინებთ ათეულობით წარმატებულ დარტყმას, რომელიც სამიზნეებზე მიიტანეს. მართალია, რამდენიმე ასეული დრონი ჩამოაგდეს. ბევრი საქმე ჰქონდათ საჰაერო თავდაცვის ოპერატორებს რუსეთში, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. აქვე ერთი დეტალი არის გასათვალისწინებელი, რომ ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა გაცილებით დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუ გავითვალისწინებთ იგივე ამ რაკეტების ფასებს, რასაც ვერ ვიტყოდით უკრაინულ შორი მოქმედების დრონებზე, რომელიც მაქსიმუმ არსებული ღია წყაროებში გავრცელებული ცნობებით თუ ვიხელმძღვანელებთ, სადღაც 4 მაქსიმუმ 5000 ჯდება. არის გარკვეული დრონები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე ასეული დოლარი ჯდება. ერთ სიტყვით, აქაც ძალიან დიდი დისბალანსია რუსეთის ინტერესების საზიანოდ და მეორე ამბავი ის არის, რომ ამ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ჭირდება მომარაგება და თუ ეს შეტევების ტალღები გახდება უფრო ინტენსიური, რაც დაანონსებულია და რაზეც მათ შორის წინა ვიდეოში ვსაუბრობდი, რომ ეგრეთ წოდებული deep strike-ები შორ მანძილზე დარტყმები უკრაინას გეგმაში აქვს, რომ წლის ბოლომდე გააორმაგოს. სულ უფრო და უფრო გაუჭირდება რუსეთის საჰაერო თავდაცვას მათი განეიტრალება. როგორც მაგალითად ამ შემთხვევაში ხდება, ეს სწორედ ამ კადრებს ვადევნებ თვალს, სადაც ძალიან მარტივად ჰაერში დანავარდობენ უკრაინული დრონები, მანევრირებენ და რიგ შემთხვევებში მათ საერთოდაც ვერ შეუშალეს ხელი
რომ მიიღწიეთ საკუთარი სამიზნეებისთვის. აქვე არის მცირე ჩამონათვალი, მოკლედ მოსკოვის გარდა მასირებული იერიშის სამიზნე იყო ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაც, სადაც დაარტყეს ბელბეკის საჰაერო ბაზას, როგორც ამ ინფორმაციაში ვკითხულობთ. ამ ბაზაზე განადგურებული არის მათ შორის საჰაერო თავდაცვის კომპლექსები, პანცირ S-2-ები, ასევე S-400-ის კომპლექსი, სარადარო სისტემები და ასე შემდეგ, რაც ეხება მოსკოვს, ნაწილობრივ ამაზე უკვე ვახსენე, რომ აქ დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ნავთობ სატუმბ სადგურს ასევე და კიდევ რამდენიმე ობიექტს, მათ შორის საწარმოებს, რომელიც განკუთვნილი იყო, როგორც თქვი, სამხედრო კომპონენტების წარმოებისთვისაც. აქ ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური კადრები, ეს არის უშუალოდ დედაქალაქ მოსკოვში გადაღებული. აქ კონკრეტულად რა იწვის, არ არის ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, თუმცა ფაქტია, რომ არის ძალიან დიდი ხანძარი, როგორც ხედავთ და ეს ხდება აი ამ საავტომობილო ესტაკადასთან ძალიან ახლოს. შემდეგი კადრიც გვაქვს აქ, სადაც უზარმაზარი ცეცხლი და დაკვამლიანება ჩანს და კიდევ ერთი მასალა, კიდევ განსხვავებული რაკურსი, იგივე ლოკაცია და როგორც ხედავთ პირდაპირი გაგებით შავი დღე არის საკმაოდ რუსეთის დედაქალაქისთვის და მე ვახსენე საზოგადოების რეაქციები ცოტა ხანში ნაბიჯ ასეთ ვიდეოებსაც შევხვდები თუ როგორ რეაგირებენ რუსეთის მცხოვრებლები, დედაქალაქის მცხოვრებლები მათ შორის აი ამ დარტყმებზე. მანამდე კიდევ ერთი კადრი, რომელიც თვითმხილველების მიერ არის გადაღებული და აქაც ჩანს უზარმაზარი ხანძარი მოსკოვის ტერიტორიაზე. ეს არის გადაღებული ერთ-ერთ ნავთობ ობიექტთან ახლოს, აი აქ მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ სწორედ ნავთობ რეზერვუარებს, რომელიც იწვის. ბოლო ინფორმაცია ასეთი იყო, რომ ამ კონკრეტულ ნავთობ ობიექტზე 4 რეზერვუარი არის, დიდი რეზერვუარი ნავთობის და 4-ვეს გადაედო ბოლო ცნობებით ხანძარი. ეს არის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულმა წყაროებმა გაავრცელეს. აქ გვაქვს ჩვენ ასევე კადრები, სადაც ჩანს, რომ პირდაპირ სამიზნეებს რიგ შემთხვევებში აცდა უკრაინული დრონები და არის ესეთი პრეცედენტებიც, რომ საცხოვრებელ შენობებს დაეჯახა. ერთ-ერთი ესეთი საკმაოდ გავრცელებული კადრი და ფაქტი არის ეს, რომელსაც ახლა ხედავთ, ეს ხდება მოსკოვის ტერიტორიაზე. პრინციპში ამაზე დიდ წუხილს არ გამოთქვამენ უკრაინაში, რასაც მე ვეცნობი ინფორმაციებს, იმის გათვალისწინებით, რომ საპასუხოდ ჩვენ ხედავთ პირდაპირ იერიშებს უკრაინულ ქალაქებზე, პირდაპირ იერიშებს მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით იგივე კიევში ბოლო დღეების განმავლობაში და მათ ძალიანაც არ აწუხებთ ის ამბავი, რომ თუ ვინმეს დისკომფორტი შეექმნა საცხოვრებელ ზონებში, ამის გამო ისინი დიდ დრამებს არ დგამენ. ერთ სიტყვით რომ გავაგრძელოთ შემდეგი ვიდეო, მე ვახსენე ერთ-ერთი ნავთობ ობიექტი, ეს არის სონეჩნოგორსკი, ასეთი დასახელების ნავთობის გადასაკაჩის სადგური, რომელიც ესე მასშტაბურად იწოდა, ეს როგორც ჩანს არის თავად აი ამ სახანძრო პერსონალის გადაღებული კადრები, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, ესეც მორიგი მასალა, რომელიც იგივე ტერიტორიაზე ხანძარს ასახავს და აი ეს უკვე უშუალოდ ცეცხლის ქრობის პროცესი. აი ამ კადრებით თუ ვიმსჯელებთ, მინიმუმ 2 ან 3 რეზერვუარი, პრინციპში 1, 2 3, 4 რეზერვუარი აი აქ არის განადგურებული, იქით კიდევ ჩანს რამდენიმე პატარა რეზერვუარი, რომელიც არ არის დაზიანებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ კონკრეტულ ობიექტსაც განმეორებით დაუმიზნონ. ასეთი შემთხვევები ჩვენ უკვე ვნახეთ იგივე პერმის, იგივე ტუაფსეს თუ სხვა ნავთობ ობიექტების შემთხვევებში, როდესაც დღეში რამდენჯერმე, ხან 2-3 დღეში ერთხელ ესე განმეორებითი დარტყმები ხორციელდებოდა ხოლმე. ნახოთ ამ შემთხვევაში რა იქნება, იმის გათვალისწინებით მით უმეტეს, რომ უკვე გაშვებული არის ახალი დრონების პარტია, მათ შორის მოსკოვის მიმართულებით. აქ კიდევ ერთი დაბომბილი ობიექტი გვაქვს, ზელენოგრადი, ასეთი დასახლება უშუალოდ მოსკოვის ოლქში და ამ ინფორმაციის მიხედვით აქ სამიზნე იყო ტექნოპარკი, ასეთი FLMA ტექნოპარკი, ესეთი დასახელები, სადაც მზადდება ამ ინფორმაციის მიხედვით
ელექტრონული სისტემები, მათ შორის რომელიც განკუთვნილი არის სამხედრო დანიშნულებისთვის, აქაც ძალიან დიდი ცეცხლი გვაქვს და როგორც ჩანს ზუსტი დარტყმის შედეგი არის ეს ყველაფერი. ესაც არის დღეს დილით, ანუ 17 მაისის დილით მოსკოვის ოლქში გადაღებული მასალა. ხო, მე ვახსენებ რეაქციები და მოდით ახლა მოვისმინოთ აი ამ ახალგაზრდა გოგოს რეაქცია და ნახოთ მისი შოკური მდგომარეობა. Я впервые испытываю такой страх. Не все. В окне. Все уходят, и смотри, все уезжают. Мы идем к машине и уезжаем отсюда нахер. Все люди стоят в подъезде, все прячутся под подъездом. კარგი, ანუ როგორც ხედავთ, ამბობს რომ კანკალებს, ხელი უკანკალებს თუ შეამჩნიეთ, ამბობს რომ პირველად განიცადა ესეთი შიში და შემდეგ უკვე მეორე ვიდეო მასალა იყო, სადაც სახლიდან გადის და ამბობს რომ ყველა ტოვებს საცხოვრებელ სახლს და მივდივართ სადღაც. ეძებენ რაღაც უსაფრთხო ადგილს. ხო, პრინციპში ეს არის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიზანი ახლა უკრაინის სამხედრო თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. ამაზე ბევრჯერ უთქვამს პირადად ზელენსკისაც, რომ და არაერთ სამხედრო ხელმძღვანელსაც მათ შორის, რომ ვიდრე მოსკოვში, ვიდრე პეტერბურგში, ვიდრე აი ამ დიდ ქალაქებში არ გაიაზრებენ, რომ რაღაც ისე ვერ არის და არ გაიაზრებენ, რომ ომი სადღაც შორს პატარა სამხედრო ოპერაცია არ არის, როგორც მათ პუტინი ეუბნება, რომელიც მათ არანაირ ზიანს არ მოუტანს, მანამდე საზოგადოება არ განახორციელებს წნეხს, მანამდე არ გაიზრდება უკმაყოფილება, რაც უნდა გახდეს შემდეგ უკვე წინაპირობა წნეხის, პოლიტიკური წნეხის, რომ აიძულონ საბოლოო ჯამში პუტინი რომ შეაჩეროს ეს ომი. სხვათა შორის მე დავაკვირდი ამ ტენდენციას, რომ ბოლო პერიოდის ყველა პოლიტიკურ განცხადებაში პრეზიდენტიდან დაწყებული სხვა პირებით, სხვა სპიკერებით გაგრძელებული უკრაინელები ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ პუტინი რომ დაასრულოს ეს ომი. ესეთი პოლიტიკური ნარატივი აქვთ მათ. ერთის მხრივ ამბობენ, რომ ისინი გააორმაგებენ და გაათმაგებენ ამგვარ შეტევებს, ეცდებიან, რომ შეაწუხონ მაქსიმალურად იგივე მოსკოვის მოსახლეობა, მაგრამ მეორეს მხრივ ამბობენ, რომ ამას სწორედ იმიტომ აკეთებენ, რომ რაღაცნაირად აიძულონ პუტინი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. პრინციპში პოლიტიკური გზავნილი, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად სწორი და გამართული არის და შედეგის მომტანიც არის ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ მოსკოვში გრძნობენ ომი მათთან არის უკვე ძალიან ახლოს და ეს შესაძლოა რომ სამომავლოდ ბევრი რამის განსაზღვრელი აღმოჩნდეს. ნახოთ აუცილებლად დიდი ინტერესით უნდა დავაკვირდეთ საზოგადოებრივ განწყობებს, რომელსაც აი ეს პროცესები მოიტანს ეფექტის სახით. აქ კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა დრონების წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ის წარმატებულია, აქ ხდება გაშვება რაკეტის, მაგრამ ძალიან ახლოს თავისი თვე ჩამოვარდა. აი ამ კონსტრუქციებს თუ გავითვალისწინებთ, ესაც რომელიღაც სტრატეგიულ ობიექტთან ახლოს ხდება წესით, ან ენერგო ობიექტი უნდა იყოს, ან რაღაც მსგავსი, აი ამ კონსტრუქციების თუ ვიმსჯელებთ. შემდეგი აქაც გვაქვს უშუალოდ დრონების ფრენის მომენტი და შესაბამისად საზოგადოების რეაქციებიც, რომლებიც იღებენ ფანჯრებიდან. ეს უკვე აფეთქება ძალიან მალევე, მას შემდეგ რაც ამ კონკრეტული ადამიანის ფანჯრების წინ გადაიფრინა ამ დრონმა. შემდეგი, ხო, ვაგრძელებ ისევ საზოგადოების რეაქციების ჩვენებას, უკომენტაროდ მოусმინოთ ამ ხალბა ტონსაც და შემდეგ კიდევ ერთი მაქვს აქ. Все, сирену включили.
Я выбежала из дома, собрала сумку, собаку. Я, возможно, на панике. Меня трясет, я говорю, я заикаться начала. В общем, не знаю, что делать. Сейчас я поеду к Елене Васильевне, там хотя бы 2-й этаж. Потому что здесь мы высотки, здесь все в открытом доступе. Очень боюсь. Шум стоит, гул. Господи, мне так страшно в жизни никогда не было. Меня просто колбасит все. Меня разбудила собака. И потом начались вот эти, я слышать, взрывы начала. И сирены машин. С другой стороны сирены включили. Господи, как страшно. Просто ужас какой-то. Короче, происходит полный пиздец со всех сторон. ალბათ 2 ან 3 დღის წინ, ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე რომ ეს ადამიანი ვინმეს გაეჩერებინა ქუჩაში და ეკითხა რას ფიქრობს ამ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე, იტყოდა რომ მინიმუმ შეიძლება ესეთი რამე თქვა რომ იცით რა მე ეს არ მეხება, ეს პოლიტიკაა, მე უბრალოდ მოქალაქე ვარ და არ ვიცი რა ხდება. შეიძლება ინფორმაციას არ გქონდეს იმის შესახებ თუ რა ხდება უკრაინაში. მაგალითად რა მოხდა 2-3 დღის წინ, სადაც ბალისტიკური რაკეტებით კიევი დაიბომბა და ხალხი დაიხოცა, ბავშვები დაიხოცნენ და ეს გრძელდება უკვე წლების განმავლობაში, ხო, მე-5 წელია ეს ხდება. ხო, ეს არის მათი რეალობა, რომელიც დღეს ესე ჩვენ თვალწინ იცვლება. კიდევ ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა. ვიცი რომ ვიზუალზე მიაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ვიზუალის გარდა აქ მნიშვნელოვანი ამის ამბობს. კარგად მოусმინეთ. Просто пиздец. Попали, короче, ПВО попало в соседний дом напротив. Сейчас мысли соберу в порядок. Соседний ЖК. В 11-й дом, а он находится напротив, прям через дорогу от Никитиного дома. მოკლედ თუ შეამჩნევთ თავში ამბობს რომ PVO მოხდა корпусო ან საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაისროლეს და ჩემ წინ корпуს მოხდაო რა, მაგრამ აი რომ ამბობს რომ PVO გაისროლეს და корпуს მოხდა, მე რაღაც პაუზას აკეთებს, რაც მგონია რომ აი დაფიქრდა ამაზე რამდენად სწორი რამე თქვა ვიდეოში, მაგრამ მაინც გააგრძელა. Просто пиздец. Попали, короче, ПВО попало в соседний дом напротив. Сейчас мысли соберу в порядок. Соседний ЖК. В 11-й дом, а он находится напротив, прям через дорогу от Никитиного дома. აი ესეთი ამბავია თურმე. კარგი. ამაზე კომენტარები თავად დაწერეთ, მე გავაგრძელებ. ეს არის ასევე აი ამ პოსტში ამას ამბობენ, ბრჭყალებში წერენ წარმატებული მოგერიება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაშიც საცხოვრებელ корпуს ეჯახება და ჩანს აქ პრინციპში. ამის ანალიზი მოხდა უკვე ამ კადრების, აქ საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შედეგად დრონის ნაცვლად დაარტყეს ამ შემთხვევაშიც корпуს. Завтра видишь. Бля, нихуя меня взрывной волной, блядь, уебало. აი აქ უკვე ჩანს ეფექტი იმ კონკრეტული დარტყმის, რაც ახლა გაჩვენეთ. შენობის ფასადია პრინციპში დაზიანებული დიდწილად, აივნები და ეზოში მანქანებია დამსხრეული. ამ კონკრეტულ ამბავზე ითქვა ის, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, დიდი ალბათობით მსხვერპლი არ არის. რას ამბობს ამასობაში რუსული მედია, ოფიციალური სამთავრობო არხები, ეს რუსეთის პირველი არხი მაგალითად და ასე შემდეგ. ამ პოსტში ყურადღება არის გამახვილებული იმაზე, ანტონ გერაშენკოს პოსტია, ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის და აქტივისტის, რომელიც ამბობს, რომ სულ რამდენიმე წამით გაშუქდა მეინსტრიმ მედიაში რუსეთში ეს ამბავი, როგორც რაღაც რიგითი მოვლენა პრინციპში, ამას არ მიუძღვნეს რაღაც პირდაპირი ჩართვები, არ მიუძღვნეს რეპორტაჟები ვრცელი, როგორც ხდება ხოლმე, იმისთვის რომ
საზოგადოების რეაქცია უფრო არ გამძაფრდეს, ფაქტს ვერ გაიქცეოდნენ და მოუწიათ გამოცხადება, თუმცა ეს გააკეთეს მხოლოდ რამდენიმე წამიანი ესეთი განცხადებებით. Утром силы ПВО отразили один из самых массированных налетов украинских беспилотников за все время спецоперации. Но сначала об отражении массированной атаки украинских дронов на столичный регион. Как сообщил мэр Москвы Сергей Собянин, ПВО за сутки сбило больше 120 дронов. Отражена одна из самых массированных атак украинских дронов, в том числе по столичному региону. ხო, რა თქმა უნდა, აქ აქცენტი რაზე გაკეთდება, ესაც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ რაღაც რიგ შემთხვევაში 100-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს, ანუ რა ძლევამოსილი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ მათ და საჰაერო თავდაცვის ესეთი დანაყოფები როგორ აქტიურად მუშაობდნენ ტერორისტი უკრაინელების თავდასხმის ფონზე, რაც იყო მასირებული. ხო, ეს დღევანდელი დღის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ვიდეო არის, ალბათ აი ამ დაპაუზებული მომენტიცაც მიხვდებით თუ რაზე ვლაპარაკობ, საოცარი რეაქცია გამოავლინა ერთ-ერთმა მოქალაქემ. შერემეტოვოსთან ახლოს ხდება ეს ყველაფერი, ცოტა ხანში გაჩვენებთ ამ აეროპორტის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმასაც, მანამდე კი მოусმინოთ. Это, короче, аэропорт Шереметьево, блядь, обстреливают. Пиздец, просто. Я живу возле... Ой, мамочки. Блядь, где на этот раз взорвалось? Сука, что за хуйня? Заебали. Это, короче, аэропорт Шереметьево, блядь, обстреливают. Пиздец, просто. Я живу возле... Ой, мамочки. Блядь, где на этот раз взорвалось? Сука, что за хуйня? Он был сроить синий самозагиждები. პანიკისგან სიცილს იწყებს. აი, ნახონდის. აი ესიც ფოტო მასალა, რომელიც ვრცელდება შერემეტოვოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, აი ამ ზონით, ფოტომასალით თუ იმშელებთ, გასაგებია რომ პირდაპირ აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ტერიტორიაზე განხორციელდა ერთ-ერთი დარტყმა. აი ამ კადრში ჩანს თვითმფრინავებიც, რომლებიც დგას და აქ ჩანს ხანძარი და ცეცხლი. აი ამ ფოტოზე კი ალბათ სხვა დროს გადაღებული ფოტოა, სადაც მონიშნული არის ეს ადგილები, რომელზეც დარტყმა განხორციელდა. მოკლედ მოსკოვის ერთ-ერთი მსხვილი აეროპორტი, ცნობილი, არის ასევე ამ დრონებით შეტევის ტალღის სამიზნე, ერთ-ერთი სამიზნე. კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო მასალა, ამ შემთხვევაშიც ადგილობრივი ცხოვრები, აქ სხვათა შორის ეს გოგონა, რომელიც მოსკოვის მკვიდრია თუ ამ ინფორმაციით თუ იმსჯელებს, ძალიან საინტერესო კითხვას swams ბოლოში, ამ ვიდეოს ბოლოში ყველაზე საკვანძო სიტყვას swams პრინციპში. რაც ძალიან ეხმიანება, ზუსტად ეხმიანება იმ ყველაფერს, რაც მე ვისაუბრე, რატომ ახორციელებენ ამ დარტყმებს უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე. В прошлом году я подарила родителям новую машину, а сегодня произошло. Папа утром просто ехал на работу, и на него налетел дрон. Он чудом остался цел, успел вовремя свернуть, чтобы удар пришелся по задней части машины. Тогда уже это все закончится. Ბოლოს კითხვა მოისმინეთ, ხო? ანუ ბოლოს როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი? ეს კითხვა ამ შემთხვევაში მოსკოვში დასვეს როგორც იქნა, თუმცა ამ კითხვას ყოველდღიურად სვამენ უკრაინაში პირველ რიგში, რომლებიც არიან გამუდმებული შეტევების ქვეშ სწორედ აი ამ ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და პირადად პუტინის გადაწყვეტილებით, რომელსაც ამბიციები არ უქვეითდება, მის ბოლო განცხადებებს თუ გავეცნობით, ის ამბობს, რომ შემოდგომის ბოლომდე, მაგალითად დონეცკი უნდა აიღოს სრულად და ეს ოპერაცია მანამდე არ დასრულდება, ვიდრე მისი ძირეული საკითხები არ იქნება მიღწეული, ვიდრე მისი მთავარი ამოცანები არ იქნება მიღწეული უпростоრად და ძირეული პრობლემები არ გადაიჭრება
უკვე მეხუთე წელია ეს ხალხი ამას იმეორებს. მას გენერლები, სამხედრო შტაბის ხელმძღვანელები უზიარებენ ინფორმაციას, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ეგ ცალკე საკითხია, როგორ მიდის პროცესები ფრონტზე, ამასაც ვიდეოს ბოლოს შევეხები. მანამდე კიდევ ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებული მასალა მოსკოვში. დღეს ცენზურა დაცული არ გვაქვს, არა უშავს. გაგებით მოვეკიდოთ. აღელვებულები არიან და ესე ხშირად ბილდს იტყვაობენ ხოლმე. ბოლოს განცვიფრებული დარჩა, რომ კიდევ ვერ გაარტყესო. ხო, როდესაც ეს ვიდეო ვნახე, გამახსენდა ომის დაწყების პირველი დღეები, როცა მე თავად ვაშუქებდი მოვლენებს უკრაინაში. და ეს პირველი გამოცდილება უკრაინის დიდ ქალაქებში, როდესაც ხალხი სირენების ჩართვის შემდეგ, განგაში სიგნალის ჩართვის შემდეგ ჩადიოდა ავტოსადგომებზე, მიწისქვეშა ავტოსადგომებზე ან სარდაფებში და ამ შემდეგ აი ეს იყო პირველი მათი გამოცდილება, ასე ვთქვათ, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე და ამის შემდეგ ეს უკვე წლები აგრძელდება, ხო? 5 წლის წინანდელი ამბავია ეგ ყველაფერი, თუმცა აი მეხუთე წელს მოსკოვშიც დაუდგათ ეგ რეალობა. ნახოთ. კომენტარებია, რამაც მე ამბავი გამახსენა, იქაც ამბობდა ხალხი, რომ ნუ აი ერთმანეთი გავიცანით ამ პროცესში, მეზობლები დავინახეთ, შევიკრიბეთ რაღაცას. Знакомиться, общаться, то живем. Дом в 19 году сдан и не здороваемся друг с другом. А сейчас сколько общих тем оказывается у нас. Бьют вообще плотно по химкам. ხო, ნუ ესე ერთხელ რომ მოგიწევს მიწისქვეშა სადგომზე ჩასვლა შესაძლოა ასე თავი დაიმშვიდო, რომ არა უშავს, ამოხდა მეზობლებს შევხვდით ერთმანეთი, გავიცანით, მაგრამ სხვა საკითხია, როდესაც ეს უკვე სისტემატურად ხდება და რა ვიცი, რასაც უკრაინელი ხალხი უძლებს, თუნდაც ამ ხრივ და რა რეჟიმშიც ისინი ყოველდღიურად ცხოვრობენ, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. მე მინახავს მაგალითად ხალხი რკინიგზის სადგურებზე -15 გრადუს ყინვაში. როდესაც აი მიწისქვეშა გადასასვლელებს აფარებდნენ თავს იმისთვის, რომ შედარებით რა სითბო შეენარჩუნებინათ მაგალითად და ასე და ასე შემდეგ. ნუ ამის მოყოლა შორს დაგვიყვანს, ისედაც ყველამ იცით, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რა მდგომარეობა არის ამ ხრივ. უბრალოდ პარალელები გავაკეთე, ახლა სინჯავენ ამ გამოცდილებას მოსკოვში. აი ამის თქმა მინდა სულ. ხა ვიღაც შეიძლება გამოხტეს და თქვას, რომ აი შენ რაღაც მოგწონს, რომ ადამიანები იტანჯებიან, არა, ჯერ ერთი მე ძალიან კარგად მახსოვს ვინ არის აგრესორი სახელმწიფო, მეორე ამ ხალხსაც აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ მხარს უჭერენ ან მინიმუმ ჩუმად არიან ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის თუ როგორ ქვია, სამხედრო ოპერაციის განმავლობაში და შესაბამისად ასაზრდოებენ თუნდაც საკუთარი პოზიციით ამ ომს, ისინი მიდიან, აწერენ კონტრაქტებს ხელს და მზად არიან, რომ უკრაინის დასაპყრობად ომში წავიდნენ. და ნუ ასე და ასე შემდეგ. ვიღაცები კი ყველაზე მარტივ და კომფორტულ გამოსავალს ნახულობენ იმაში, რომ არა, არ ვიცი, მე უბრალოდ მოქალაქე ვარ, ეს პოლიტიკა, ეს ჩემი საქმე არ არის. არის, აბსოლუტურად ყველას საქმე არის, როდესაც კონკრეტულ სახელმწიფოში ცხოვრობ, როდესაც მონაწილეობ არჩევნებში, როდესაც მონაწილეობ სოციალურ პროცესებში, როდესაც ჩართული ხარ ეკონომიკაში. შენი საქმეც არის, რომ შენი ქვეყანა ომს აწარმოებს თავდაცვით შემთხვევაშიც და შეტევით აგრესიული ომის შემთხვევაში. ისე როგორც ხდება ეს პუტინის გადაწყვეტილებების შესაბამისად ამ შემთხვევაში. აქ რა გვაქვს? Ну, где наши мальчики, блин? ხო, ესეც საინტერესო ცოტა გაუცებული ვარ ამ ხალხის რეაქციებით სიმართლე. რა გითხრათ, თან რაღაც ჭამს და ნუ სად არიან ჩვენი ბიჭები?
Ага. О, блядь, как это... Куда он падает, нахуй? Куда он, блядь? На дорогу. Ебать копать! ანაღლე. Ну это пиздец, если... ხო, ეს არის მე სადაც მოხდა ეკადრი ანაჩვენები აქ. ეს არის ის მომენტი, როდესაც ნავთობ ობიექტი დაიბომბა. ხო, აი ეს კადრი პრინციპში მანამდე უკვე გაჩვენეთ მე თქვენ. აღარ გავჩერდები, შემდეგ. ნუ როგორც თქვი, არაერთი ფაქტი არის ისეთი, როდესაც რუსეთის საჰაერო თავდაცვამ იმუშავა და გაანადგურა სამიზნეები, ერთ-ერთი ასეთი ეფექტური კადრი გვაქვს აი აქ. ლიუტი, ასე ქვია უპილოტო საფრენ აპარატებს, შორი მოქმედების ვიზუალით მე მგონი ეგ არის და არ მეშლება. ერთ-ერთი მათგანის განადგურების ამსახველი კადრი გაახლავთ ეს. შემდეგ რა გვაქვს? ხო, ნუ საკმაოდ ბევრი ვიდეო მასალა არის გავრცელებული მის გათვალისწინებით, რომ ასეულობით დრონი იყო რუსეთის საჰაერო სივრცეში, უშუალოდ მოსკოვის საჰაერო სივრცეში და ეს ხდებოდა არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე, მინიმუმ 3 ტალღა იყო შეტევების ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს ვიდეოები სწორედ ამას აჩვენებს და შესაბამისად ასეთი გვაქვს რეაქციები. Ой, ёбаный в рот. Ебать, сейчас звук будет. Это пиздец. Вон. აი ამ ხმებით თუ იმსჯელებთ მსხვილ კალიბრიანი ტყვიან ფრქვევებიდანაც ესვრიან როგორც ჩანს, მაგრამ უშედეგოდ ეს დრონი აგრძელებს სამიზნისკენ სვლას ყოველ შემთხვევაში რაც ამ კადრებში ჩანს. ხო, აქ ერთ-ერთი იძახის ყოჩაღ პუტინ, რაც ნუ ცხადია რომ საყმედურია და არა შექება. Охуеть, смотри! Томас сейчас не идет! Да, охуенно, блядь. Путин молодец, нахуй. Вон, он, смотри, какой идет. Путин молодец. Очень Путин. Над нами. Ну-ка дай, подожди. აქაც ერთ-ერთი დრონი მოხსნეს ჰაერში. კარგი, ხო, მე ვახსენებ ბოლო დღეებში უკრაინაზე განხორციელებული ერიშები. აქ ზელენსკის კიდევ ერთი პოსტი არის პრინციპში, რომელიც რამდენიმე საათის წინ დადო და ეს ხდება იმ ფონზე, რაც ხდება მოსკოვში, ხო? ანუ ამ შეტევების ფონზე მან საზოგადოებას შეახსენა ის, რაც ხდებოდა სულ რამდენიმე დღის წინ 12-დან 15 მაისის ხანმოკლე პერიოდში, ეგრეთ წოდებული 3დღიანი ზავის შემდეგ, როდესაც ჩატარდა აღლუმი, ხო, და ტრამპის ზარის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ შორი მოქმედების დარტყმებს არ განახორციელებდნენ. ამით, როგორც მანამდეც ვთქვი, მე ფაქტობრივად ტრამპმა აჩუქა პუტინს ეს შესაძლებლობა, რომ აღლუმი ჩაეტარებინა. მაშინ ზელენსკიმ ესეთი სარკაზმით გაჯერებული პოსტი გაავრცელა, რომ მე ვრთავნებას რუსეთის ხელმძღვანელობას რომ ჩაატარონ გამარჯვების დღისადმე მიწყვნილი აღლუმიო, მაშინ გაავრცელა ასევე კოორდინატებით, სადაც მონიშნული იყო წითელი მოედანი და ნათქვამი იყო, რომ იქ უნდა განხორციელებულიყო, დაგეგმილიყო მანამდე ერიშების მიტანა, რაც მე ძალიან აიგდეს ეს განცხადება, რომ თითქოს აი
არაფრის თავი რეალურად არ ქონდათ, ისინი ვერ და რუსებმა აიგდეს ამას გულისხმობ, რომ რეალურად ვერ დაარტყამდნენ ამის შესაძლებლობა არ აქვს, რომ წითელ მოედანზე დრონები ჩამოეყარათ, მაგრამ როგორც დღეს უკვე ჩანს, ამის ტექნიკურად ამის შესაძლებლობა აქვს უკრაინას, ეს ფაქტია და ამაზე მეტყველებს თუნდაც დღეს განხორციელებული იერიშები. ხო, ეხლა ცოტა სხვაგან წავედი, მაგრამ რატომ ეს პოსტი? იმიტომ, რომ ეს დარტყმები არის აბსოლუტურად ლეგიტიმური ბევრი გაგებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ზიანს, რაც კონკრეტულად სამოქალაქო სექტორს, კონკრეტულად მშვიდობიან მოსახლეობას, თუნდაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში მიადგა ზიანი რუსეთის აგრესიული შეტევების შედეგად. აქ ათეულობით დაღუპულზე არის საუბარი და დარტყმებზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, ბალისტიკური რაკეტებით, ხო, ანუ ეს კადრები, სადაც ჩანს ჩამონგრეული მთლიანი სადარბაზოები, ხო, მაღალსართულიანი კორპუსების, ეს არის ბალისტიკური რაკეტების დარტყმის შედეგი. სამოქალაქო ტრანსპორტი და ასე შემდეგ. სუმის რეგიონი, მანამდე იყო ზაპოროჟიე, ჩერკასი, ოდესა, ივანო-ფრანკოვსკი და ასე შემდეგ. აი ამას აკეთებს რუსეთის ფედერაციის დღევანდელი ხელისუფლება, ამას აკეთებს პუტინის რეჟიმი უკვე მეხუთე წელია უკრაინის ტერიტორიაზე და ათასობით ადამიანს მოუსწრაფეს სიცოცხლე, მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას უგულისხმობ ამ შემთხვევაში. კი ბატონო. აქ სტატისტიკაც არის მოყვანილი ზელენსკის მხრიდან, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში 3170 შეტევა დრონების მეშვეობით, 1300 შეტევა მართვადი ბომბების მეშვეობით, 74 სარაკეტო იერიში განსხვავებული მოდიფიკაციის რაკეტებზე არის საუბარი, მათი უმრავლესობა ბალისტიკური რაკეტები, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის მხრიდან 52 ადამიანი, მშვიდობიანი მოქალაქე არის დაღუპული მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში აი ამ ყველაფრის შედეგად და სხვა 346 ადამიანი არის დაშავებული, მათ შორის 22 ბავშვი. კარგით, გავაგრძელოთ. ეხლა ამ ნაწილში ოდნავ განსხვავებული ინფორმაცია გვექნება, ბევრი ვისაუბრებ რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის გარშემო ძირითადად ამ შეტევებთან დაკავშირებით, თუმცა მე თქვენ უნდა გაჩვენოთ ეხლა არაჩვეულებრივი კადრები, რომელიც გამოხატავს ტექნოლოგიურ განვითარებას. FP2 ტიპის დრონები, რომელზეც დაყენებული არის რაკეტები დამატებით და ვიდრე ეს კამიკაძე დრონები 3 ზნემდე მივა და დაეჯახება, მანამდე დამატებით ხდება ამ რაკეტების გაშვება. საოცარი კადრები გელოდებათ წინ და შემდეგ უკვე თან ნახოთ სად განხორციელდა ეს კონკრეტული შეტევები, ყირიმის ტერიტორიაზე განხორციელდა მათ შორის ეს დარტყმა. საოცარი კადრებია პრინციპში. მუსიკა, რომელსაც ჩაუწევ, იმიტომ რომ შეიძლება სისტემამ დაბლოკოს შემდეგ, ამიტომ არ გვინდა უბრალოდ კადრები ვნახოთ. ნახეთ. ხედავთ ხო, ძალიან კარგად აღიქმება ერთდროულად 2 რაკეტის გაშვება ამ უპილოტო საფრენი აპარატებიდან და მიზანში მიდის ეს რაკეტები და იწვევს შემდეგ უკვე აფეთქებებს. ეს როგორც ეთყობა სპორტის ინფრასტრუქტურა არის და ნადგურდება აქ გარკვეული სარადარო სისტემები, სამეთვალყურეო სისტემები, ვიზუალით თუ იმშელებთ რაღაც კოშკურა არის აქ და შესაბამისი ინფორმაციაც თან ახლავს ამ ყველაფერს და აქვე გაცხადებული იყო თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების მხრიდან, რომ მათ დაარტყეს მოძრაობაში მყოფ სამიზნეებსაც, მათ შორის აი ამ კატარღას, საპატრულო კატარღას, ასე ვთქვათ. შესაბამისი ვიზუალური გამოსახულება აქ გვაქვს და აღწერილობა ამ კონკრეტული ხომალდის, რომელიც მოძრაობის დროს აი ამ უპილოტო საფრენი აპარატით გაანადგურეს.
ხო, ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. აქ კიდევ ერთი ვიდეო მასალა, სადაც ნაწილობრივი კადრებიც არის, რომელიც უკვე გაჩვენეთ. თუმცა არის სხვა მასალებიც, მათ შორის აი ეს ფრენის პროცესში ერთ-ერთ საფრენ აპარატს ურტყამენ ამ უპილოტო საფრენი აპარატებიდან გაშვებული რაკეტებით. აი ამ რაკეტებზე არის საუბარი, ფოტომასალაც იყო თანდართული. 17:05, ანუ დღევანდელი მასალა არის ესეც ძალიან ახალი ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ის კადრები. აქ მონიშნული არის წითელ რგოლებში როგორ ხდება სამიზნეებს კონკრეტულად. საოცარი კადრები არ ვიცი, რაღაც ვიდეო თამაშს გავს ერთ შეხედვით, მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის ახალი ეტაპი, განვითარების უპილოტო საფრენი აპარატების და მათი შესაძლებლობების კიდევ უფრო დახვეწის. მე წინა ვიდეოშიც ვახსენე და ახლაც გამიმეორებ ერთ-ერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა ახსენა ამას წინათ, რომ უკრაინა გადაიქცა ერთგვარ სილიკონ ველად სამხედრო მიმართულებით და ახლა რეალურ საბრძოლო პროცესების კვალ ჩვენ ვხედავთ რაღაცა არაჩვეულებრივ განვითარებას ტექნოლოგიების და მათ ყოველდღიურ დახვეწას, იმიტომ რომ მათი ტესტირება და შემდეგ დანერგვა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში ხდება. კარგით, გავაგრძელოთ შემდეგ კიდევ ერთი ასეთივე ოპერაცია, ერთ-ერთი ბოლო, სულ რამდენიმე საათის წინ არის გავრცელებული ეს მასალაც, ესაც არის 17 მაისის, ანუ დღევანდელი და აქაც ჩანს რამდენიმე სამხედრო ობიექტის, მათ შორის ლოჯისტიკური ცენტრების განადგურების კადრები, როგორც შორმოქმედების დრონებით, ასევე ამერიკული ჰაიმარსის სისტემის დარტყმის შედეგად. ხო, ასევე აქ ნახსენები არის კავშირგაბმულობის სისტემები და კონკრეტულად რაღაც ანტენები, რომელსაც მიზანმიმართულად ურტყამენ გასაგები მიზეზების გამო. აქვე საინფორმაციო რუკა გვაქვს, ეს ყველაფერი ხდება დონეცკის ოლქში, პოკროვსკიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, აი ამ დასახლებულ პუნქტთან, ნახოთ უშუალოდ დარტყმები, ახსენე ეს კავშირგაბმულობის სისტემები და ანტენები, ამ შემთხვევაში ამას ხედავთ სწორედ, რომელიც სადაც დაარტყეს, რაღაც სისტემა არის აქ აწყობილი მთელი, როგორც ხედავთ, რამდენიმე გადამცემი, რამდენიმე ათეული გადამცემი ალბათ ერთ ადგილას თავმოყრილი, რომელსაც დაარტყეს და განადგურდა და კიდევ რამდენიმე შენობის დაბომბვა ჩანს, როგორც იყო ნახსენები აქ ლოჯისტიკურ ცენტრებზე მიიტანეს იერიში. გავაგრძელოთ. ეს არის უკვე უშუალოდ მადიარის ჩიტები, ასეთი დანაყოფი, უახლესი ვიდეო მასალები და ჩამონათვალი მთელი გასული 24 საათის განმავლობაში მიტანილი იერიშებისა და ძირითადი სამიზნეებისა, რომელიც გაანადგურეს. მათ შორის ზღვაზე, როგორც უკვე ნაწილობრივ ახსენე, შავ ზღვაზეც, ასევე კასპიის ზღვის რეგიონში, დაღესტანის ტერიტორიაზე განადგურებული არის ხომალდები, აი მაგალითად ეს, რომელსაც კადრების დასაწყისში ხედავთ. ნახოთ ეს მასალაც. კასპიის ზღვა, აი აქ სწორედ ამაზე ვსაუბრობ, მე დაღესტანის ტერიტორია, რუსეთი, პროექტი 10-410 სანაპირო პატრულირების აი ეს კატარღა, თუ არ ვიცი, ხომალდით, როგორც ქვია, არის განადგურებული ამ შემთხვევაში. ეს კადრი უკვე ვნახეთ ჩვენ, ამ შემთხვევაში საუბარი არის შავ ზღვაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს Tor M2 ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსი, რომელიც ასევე მოძრაობაში არის განადგურებული, როგორც ხედავთ ამ კადრებში. შემდეგი ასევე Tor-ი. გადავახტები. შავი ზღვის სანაპირო ზოლი, საზღვაო ინფრასტრუქტურა. აქაც რაღაც სარადარო კომპლექსი ხდება თავდასხმა, როგორც ხედავთ.
შავი ზღვა, ასევე ყირიმის ტერიტორია. ყირიმი დღე არ გავა, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ასეთი დარტყმები არ განხორციელდეს, მათ შორის ძირითადი სამიზნე არის ხოლმე სწორედ საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეს არის მატარებელზე დარტყმა, დონეცკის ოლქი. თუ კადრით ვიმშელებთ, ეს არის ნავთობის გადაზიდვის პროცესი მატარებლებით, რეზერვუარებს ხედავთ. და შემდეგ უკვე აალებული კადრი. ხო და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სამხედრო დანიშნულების ობიექტი გაანადგურეს, თუნდაც ბოლო 24 საათის განმავლობაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მადიერის ჩიტები, ესეთი დასახელების დანაყოფზე. და ეს არის საშუალო და შორი მოქმედების ზონები, ასე ვთქვათ, ეს არის საშუალო დისტანციის და შორი დისტანციის დარტყმები, რომელთა ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ოფიციალურად დაანონსებული. გაორმაგდება შორი მოქმედების დარტყმები და მინიმუმ გაათმაგდება საშუალო დისტანციებზე და ახლო დისტანციაზე დარტყმები. ჩვენ ვახსენეთ კასპიის ზღვა და იქ მიტანილი ერიში, ეს არის უშუალოდ თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრი, რომელიც კასპიის ზღვის ერთ-ერთ ნავსადგომში საპატრულო კატარღაძე დარტყმას ასახავს. ეს არის. შემდეგი. ხო, ტექნოლოგიებზე ვსაუბრობდი, ესაც ერთ-ერთი ბოლო პერიოდის მიგნება. ხედავთ შორს მოქმედ დრონს, რომელზეც ფრთებზე დაყენებული არის პატარა FPV კამიკაძე დრონები, ანუ მიზანთან მიახლოების შემდეგ და მოუკიდებლად ხდება ამ FPV კამიკაძე დრონების გააქტიურება და დამატებით კიდევ დარტყმების მიტანა. აი ესეთი ტექნოლოგიური მიგნება ამ შემთხვევაში უკრაინელების მხრიდან ასე გამოიყურება. ეს ერთ-ერთი ბოლო კადრი დონეცკის ოლქი, სადაც განსაკუთრებით ცხელი საომარი ზონა არის და საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ასე ლამაზად იწვის ურალის ტიპის მანქანა, ხო? ესეთი სატვირთო ზეტით შემკული, ასე ხდება ყოველ დღე. რუსეთის ლოჯისტიკა ნადგურდება ბრძოლის ხაზთან ახლოსაც, სიღრმეშიც. ეს ნაცრისფერი ზონები უფრო და უფრო ფართოვდება მხრივ, თუ ადრე იყო დაახლოებით 20 კილომეტრის რადიუსი FPV დრონების მუშაობის, ამ შემთხვევაში 20 ბევრად გაცდა და არის შემთხვევები, როდესაც 50-60 კილომეტრის მოშორებით ფრონტის ხაზიდან ლოჯისტიკას ურტყამენ, მათ შორის გადაადგილების მომენტში და ამაზე წინა ვიდეოებშიც ბევრჯერ მისაუბრია. შემდეგ ეს არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პოსტი, ერთგვარი შემაჯამებელი გასული კვირის, თუ რა ხდებოდა მნიშვნელოვანი და გადავალოთ ამასაც თვალი. ძალიან მოკლე ვიდეოა 5-დან 15 მაისის ჩათვლით, ეს რუბიოს ძალიან ცნობილი განცხადება, სადაც მან ისაუბრა იმაზე, რომ ათასობით ჯარისკაცი რუსეთს ეყუპება, 5-ჯერ მეტი ვიდრე უკრაინელებსო. ეს არის გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უკრაინაში, სადაც არაერთი შეთანხმება გაფორმდა ერთობლივი სამხედრო წარმოების შესახებ. აქ არის ძალიან საინტერესო მონაცემი, რომლის მიხედვითაც 12-14 მაისის განმავლობაში, მაშინ როდესაც ყველაზე მასშტაბური შეტევა გახორციელდა რუსების მხრიდან უკრაინის მიმართულებით, სადაც 1000-ზე მეტი საჰაერო სამიზნე იყო გაშვებული ამ 2-3 დღის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აჩვენა
93.2%-ის ეფექტურობა, ანუ ამ სამიზნეების 93.2% საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ნგრევა, რა მასშტაბის მსხვერპლი იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ ეს არ შეეძლოს უკრაინის თავდაცვის ძალებს, რომ არ იყოს ისეთი ეფექტური საჰაერო თავდაცვა, როგორც მათ აქვთ, როდესაც ჰაერში არის ამდენი სამიზნე, მათ შორის ამდენი ბალისტიკური რაკეტა, ამ დაახლოებით 7%-ის გაძრომის შედეგად ვნახეთ, რა მძიმე შედეგებიც დადგა და რა მოხდებოდა სხვა შემთხვევაში ამის წარმოდგენაც არ ღირს. შემდეგ უკვე ხედავთ არაერთ კადრს, მათ შორის ეს არის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, მანამდე იყო სხვა კადრებიც, სადაც შორი მოქმედების დარტყმები იყო ნაჩვენები და ეს მხოლოდ ერთი კვირის კოლაჟი გახლავთ. ინიციატივა არის უკრაინის მხარეს, მათ სასარგებლოდ ბევრი რამ მეტყველებს ახლა ამ დროისთვის და ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი თავად რუსეთშიც ხედავს, რომ ეს არის რეალობა, მათ ერთის მხრივ ესმით პუტინის განცხადებები, თითქოს ისინი კიევის აღებას აპირებენ ისევ და მეორეს მხრივ ხედავენ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას, როგორც სამოქალაქო ნაწილში, როგორც ხედავთ, ასევე ფრონტის ხაზზე უშუალოდ ის ხალხი, ვინც არის საბრძოლო მოქმედებებში ჩართული, ეს არის საშუალო მანძილზე დარტყმები, ხო, ესეც რაღაც კოლაჟი არის გასული კვირის პრინციპში. ამ კადრებიდან უმეტესი ნაწილი უკვე გაჩვენეთ და შესაბამისად ამაზე დროს აღარ დაგაკარგვინებთ, გავაგრძელოთ შემდეგ რა გვაქვს. ეს ხო მე დასაწყისში ვახსენე, რომ კიდევ ერთი ტალღა წავიდა რუსეთის მიმართულებით თქო და ვიდრე დავიწყებდი ჩაწერას, მანამდე გავხსენი ეს ნიუსი. აი აქ არის ნაჩვენები ამ რუკაზე, სწორედ ბოლო ტალღის ტრაექტორია, ასე ვთქვათ. დრონები, რომლებიც მიფრინავს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სხვადასხვა ოლქებისკენ, მათ შორის ძალიან შორს, აი პერმის ტერიტორიაზე იგივე, სადაც ცოტა ხნის წინ დაიბომბა რამდენჯერმე ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელმაც ფაქტობრივად შეწყვიტა მუშაობა განუსაზღვრელი ვადით და პერმის იქითაც, როგორც ხედავთ, ძალიან შორს მიფრინავენ. დრონები, რომელსაც უკრაინელები უწოდებენ უკრაინულ სანქციებს. ხო, სხვათა შორის აი ყირიმის მიმართულება ისევ აქტიური არის, ასევე ხედავთ ჩვენ აქ საქართველოსაც, რომლის ჩრდილოეთითაც არის ესესრები მიმართული, კრასნოდარის ოლქისკენ დიდი ალბათობით, სტავროპოლისკენ ან სხვა ოლქებისკენ, საქართველოს ჩრდილოეთით, ამ მიმართულებითაც ძალიან ხშირად ხედავთ ჩვენ უკრაინული შორი მოქმედების დრონებით დარტყმებს. ამისრებით თუ ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული, რომ ისევ კასპიის ზღვის ზონაც იყოს სამიზნე, ისევ როგორც მოხდა წინა შემთხვევაში, რაც უკვე გაჩვენეთ. ნახოთ, ამის შესახებ დაზუსტდება ინფორმაცია და სწორედ იმ დროს, როდესაც ეს რუკა გავრცელდა სულ ცოტა ხნის წინ, ასევე მალევე დაიპოსტა პირველი ვიდეო ამ ახალი ტალღის, სადაც ჩანს ჰაერში წყვილა და ეს ორი უკრაინული დრონი რუსეთის ერთ-ერთ ოლქში და ამას უსვამენ ხაზს ეს ადგილობრივებიც, ვინც ამ ვიდეო მასალას იღებს, რომ ეს დრონები ერთდროულად ესე ახლოს დაფრინავს და მიდის სამიზნისკენ. ხო, ნუ პროგნოზის თვალსაზრისით იმის თქმა შეიძლება ნამდვილად, რომ თუ ეს ასე გაგრძელდა და ეს ტალღები იქნება განმეორებითი და შემდეგ დღეებშიც ვიხილავთ, უფრო და უფრო გაუჭირდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის მუშაობა. იგივე მოსკოვშიც თუ იქნება ახალი ტალღები დარტყმების, თუ პირობითად გუშინ 1100-დან, ანუ გასული 24 საათის განმავლობაში 1100-დან პირობითად რა ვიცი. სიტყვაზე 1000 დრონი ჩამოაგდეს, შემდეგ დღეებშიც თუ იქნება ასეთი რაოდენობა, პროცენტულობა აუცილებლად დაიკლებს, იქიდან გამომდინარე, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაიტვირთება რუსეთის დედაქალაქის გარშემოც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვთ ეს ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები იქ განლაგებული. ნახოთ რა იქნება, აი ეს კაცი კი არის ამ დარტყმების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.
მაგიარი უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფის ხელმძღვანელი, თუ როგორ ქვია, არ მინდა რეგალია შემეშალოს, მოკლედ ძალიან ცნობილი კაცია მადიარი. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ არის მისი სამართავ პუნქტში ის და ჟურნალისტს ეუბნება, რომ აი ამ ოთახში, სადაც შენ ახლა ხარ, ბოლო თვეების განმავლობაში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი განადგურება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის ყველაზე დიდი განადგურების დაგეგმარება ხდებოდა და ხორციელდებოდაო, აი ესეთი შინაარსის არის ეს ინტერვიუ მოусმინოთ. До втрати або збереження кожного квадратного кілометру України. З цієї кімнати відбувається наймасовіше вбивство противника в історії людства. От цієї кімнати, в котрій ви знаходитесь. За 10 місяців угруповання ми перетнули відмітку 85 тисяч підтверджених знищених. 10 თვის განმავლობაში 85,000 მოწინააღმდეგე გამანადგურეთმან ცოცხალ ძალას გულისხმობს. Це велика хмара армій противника, знищених з цієї кімнати пластмасками та залізячими. ხო, აქ უკვე ხას უსვამს, რომ ეს ყველაფერი ძალიან იაფი უჯდება უკრაინას, იმიტომ რომ ამ დრონების წარმოება დაახლოებით $300 ჯდება. ხო, ტენდენცია აშკარად არის პოზიტიური და გარკვეულწილად იმედის მომცემი უკრაინელებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც გულშემატკივრებს ამ ომში უკრაინას, ვისაც არ დავიწყებია ვინ არის პუტინის რუსეთი, მათ შორის საქართველოსთვისაც და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანისთვის აი ამ დადებით ტენდენციაზე საუბარი პოზიტიური ინფორმაციაა და ამ კუთხით იღებს. თუმცა, განაწყენებულებიც იქნებიან დიდი ალბათობით ამ ვიდეოსაც შემოესევიან ასეთი შეშფოთებული საზოგადოება და, რა ვიცი, ვნახოთ კომენტარებში თქვენც იაქტიურეთ და გავცეთ ამ ხალხს პასუხი, ავუხსნათ რაღაცები, რაშია საქმე, რა ხდება, ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე და ასე და ასე შემდეგ. ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობებით, შევხედოთ ერთ პოზიტიურ სიახლეს, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქს უკავშირდება და იქ მიმდინარე ვითარებას ფრონტის ხაზზე. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში მე თქვენ გიყვებოდით, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით კერძოდ კამიანსკეს და სტეპნოჰირსკის მიმართულებაზე უკრაინელები აწარმოებენ ტაქტიკურ კონტრშეტევებს თქო და უკან ახევინებენ მოწინააღმდეგეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანად დაუსახა გასული წლის მიწურულს გენშტაბის ხელმძღვანელმა საოკუპაციო არმიას, მათთან რაღაცა რიგზე ვერ არის ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ნამდვილად წინ ვერ მიიწევენ, მიუხედავად იმისა, რომ აქ თუნდაც როგორც ამ ინფორმაციაში არის ნათქვამი, რუსეთის არმიამ დაახლოებით 65,000 სამხედრო მოსამსახურეს მოუყარა ბოლო პერიოდის განმავლობაში თავი უშუალოდ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და აქ იგულისხმება არა რაღაცა ესეთი გამოუცდელი ხალხი, არამედ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი დანაყოფები. თუმცა აი ამ რიცხობრივი უპირატესობის თუ გამოცდილების მიუხედავად ისინი წინ სვლას ვერ ახერხებენ, პირიქით აქ არის საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევები კონკრეტულად კამიანსკის მახლობლად სტეპნოჰირსკის სამხრეთ აღმოსავლეთით და არის გარკვეული რისკი მათთვის, რომ აქ ალყაშიც მოხვდნენ. ამაზე წინა ერთ-ერთ ვიდეოში მე თქვენ გიყვებოდით. ამ შემთხვევაში ეს არ არის უკრაინული წყარო, ამის ხაზგასმა მინდოდა, ეს არის ერთ-ერთი რუსული პროექტის მიერ გავრცელებული საინფორმაციო რუკა, რიბარი, ასე ქვია, ეს არის რუსული წყარო, ერთ სიტყვით, რომლებიც საკმაოდ ბევრი რუსი სამხედრო მიმხილველი და ესეთი პროექტი აღიარებს რეალურად არსებულ სურათს. ბევრი პროპაგანდისტი მუშაობს რაღაც მცდარი რეალობის წარმოსაჩენად, თითქოს ყველაფერი რიგზეა და რუსებს აქვთ რაღაც განსაკუთრებული წინსვლა, მაგრამ ბევრი მეტნაკლებად ობიექტურად აფასებს სიტუაციას, მათ შორის აი ეს წყარო აჩვენებს სწორედ ამ მოცემულობას, ეს ლურჯი ისრები, ცისფერი ისრები მიანიშნებს სწორედ უკრაინელების კონტრშეტევის მიმართულებებზე და აი ეს განსხვავებული ფერი, სადაც ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ნაცრისფერ ზონას, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ რაღაც ნარინჯისფრად აქვთ მონიშნული, ეს ტერიტორიები არის
ის ზონა, საიდანაც უკან დახევა უწევთ საოკუპაციო არმიის დანაყოფებს და აქ უფრო მეტი მანევრი ჩანს უკრაინელების მხრიდან. მოკლედ, მინიმუმ სამხრეთის ფრონტზე მათ არ აქვთ კარგად საქმე, რაც შეეხება აღმოსავლეთის ფრონტს და დონეცკის მიმართულებას. იქ თითქმის უძრავი არის ფრონტის ხაზი, ყოველ შემთხვევაში გახმაურებული საგაზაფხულო კამპანია, რომელიც დაანონსებული ჰქონდათ, ფაქტია, რომ ჩავარდა. კონსტანტინივკას გარშემო არის გარკვეული მცდელობები შეტევების, თუმცა თუნდაც ამ ქალაქს დონეცკის ოლქის ამ დრომდე ეს არ არის დიდი ქალაქი მოგეხსენებათ, აკონტროლებენ ძირითადად უკრაინელი სამხედროები. მოდით შევხედოთ ბარემ, რადგან ვისაუბრეთ ამდენი დონეცკის ოლქზე, ეს არის ონლაინ მუდმივად განახლებადი რუკა. ჩავიდეთ პირდაპირ დონეცკის ოლქზე, Deep State-ის წყაროზე ვართ, აი ამას გიყვებოდით კონსტანტინივკას გარშემო. არის მცდელობები ფლანგებიდან შეტევების, პირდაპირ შეტევების, მაგრამ დასახლებული ზონის ძირითად ნაწილს თუ არ შევთვლით აი ამ ნაცრისფერ ზონას სამხრეთ-აღმოსავლეთით და კიდევ აქ კონსტანტინივკას აღმოსავლეთ ნაწილში პატარა ნაცრისფერ ზონებს ძირითადად კონტროლის ქვეშ არის ეს დასახლებული პუნქტი. გადავხედოთ ბოლო დღეებში თუ შეიცვალა აქ რამე. აი 12 რიცხვის შემდეგ ოდნავ გაფართოვდა ნაცრისფერი ზონა. ეს არის და ეს. სხვა მხრივ აქ რაღაც თვალში საცემი ცვლილებები ნამდვილად არ გვაქვს ფრონტის ხაზზე. გასული აგერ 10 რიცხვის შემდეგ, ხო 10 მაისის შემდეგ, გასული ერთი კვირის განმავლობაში ძირეულად აქ არაფერი არ შეცვლილა. აქ იყო რაღაცა მოძრაობა, ნახოთ 10-ის შემდეგ ოდნავ წინსვლა არის ორი მიმართულებით კრამატორსკიდან საკმაოდ დიდი მანძილის მოშორებით. ხო, ეს პატარ-პატარა წინწაწევები დიდი მსხვერპლის და როგორც ცოცხალი ძალის ასევე სამხედრო ტექნიკის განადგურების ხარჯზე საბოლოო ჯამში მათი სტრატეგიული ამოცანებისთვის არაფერს არ ცვლის. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ძალიან შორს არის რუსეთის არმია აი ამ აგლომერაციის დაკავებისგან, რაც გულისხმობს სლავიანსკის, კრამატორსკის, დრუშკას და სხვა დასახლებული პუნქტების იგივე კონსტანტინივკას აღებას, სადაც არის მთავარი თავდაცვითი ხაზი უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის, დონეცკის ოლქის ამ შემთხვევაში შესაბამისად პუტინის არმია ძალიან შორს არის იმისგან, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასახული ამოცანა შეასრულოს და შემოდგომის ბოლომდე დონეცკი დაიკავოს. შემოდგომის ბოლომდე კი არა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი საერთოდ აღარ ავრცელებს პროგნოზს თუ როდის შეიძლება მიაღწიოს ამ მიზანს რუსეთმა, თუ ამ ტემპით შენარჩუნდება, აბსოლუტურად ბუნდოვანია, შეძლებენ თუ არა ზოგადად ისინი დონეცკის ოლქის დაკავებას ახლო პერსპექტივაში ყოველ შემთხვევაში. ასეთი არის ჩემი არა, ან ვინმე უკრაინელი მიმომხილველის, ეს არის ომის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნა. ეს არის და ეს რაც მინდოდა დღევანდელ ვიდეოში თქვენთვის მეჩვენებინა და მომეყოლა. დაველოდოთ რა მოხდება მოსკოვის ოლქში, შეტევები გრძელდება და დავიმახსოვროთ დღევანდელი რიცხვი 17 მაისი 2026 წელი აშკარად შავი კვირა დღე იყო რუსეთისთვის, მათი დედაქალაქისთვის და შესაძლოა ამგვარმა პროცესებმა რაღაცა მცირეოდენი გარდატეხა მაინც შეიტანოს იქ საზოგადოებრივ აქმებში, რაღაცა ფორმით მაინც იქნებ გამოიწვიოს ამან საზოგადოების რეაქცია, შესაბამისად პოლიტიკური წნეხი გაიზარდოს და ამ ყველაფერს ცხადია თან ახლავს პირდაპირ ზიანიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მე დიდწილად რაღაც ფოკუსირებული ვიყავი ამ ვიდეოს განმავლობაში პოლიტიკურ ნარატივზე, პოლიტიკურ შედეგებზე, საზოგადოების განწყობებზე, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს პრაქტიკული ზიანიც, რაც ადგება რუსეთის ეკონომიკას ამ დარტყმების შედეგად, მათ ნავთობ სექტორს, მათ ენერგეტიკის სექტორს. ეს პირდაპირ რომ გადავთარგმნოთ, ასე ვთქვათ, ნიშნავს მათ ომის ბიუჯეტზე სერიოზულ დარტყმას, რაც სულ უფრო და უფრო მზარდი ზეწოლა არის, ისინი ყოველდღიურად კარგავენ მილიონებს და ეს მხოლოდ დასაწყისია, როგორც გვირდებიან, ყოველ შემთხვევაში დაანონსებული არის ამ გვარი დარტყმების კიდევ უფრო მეტი ტემპის აწევა და წლის ბოლომდე გაორმაგება
შორი მოქმედების დარტყმების შემთხვევაში. დიდი მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის. დაგემშვიდობებით ამით და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და ამ დრომდე უყურებდით, თუ არ ხართ არხის გამომწერები გამოიწერეთ და ასევე სხვებსაც ურჩიეთ, რომ არსებობს ესეთ საინტერესო პროექტი, სადაც შეგიძლიათ რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ ამბებს გაეცნოთ. ხო, კიდევ თუ გსურთ რომ უფრო მეტი გააკეთოთ ჩემი პროექტის მხარდაჭერისთვის და გაგვაძლიეროთ ფინანსურად, დაგვიჭირეთ მხარი დონაციის მეშვეობით, ყველა საჭირო მონაცემი არის ვიდეოს აღწერაში. არის ანგარიშის ნომერი, არის PayPal-ის ლინკი, უცხოეთიდან თუ ვინმე სურვილი გექნებათ რომ თანხა გადმორიცხოთ, ასევე არის Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ ყოველთვიურად დაასპონსოროთ ჩემი არხი, ანუ 5, 10 ან $15 ესე იგი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიოთ თქვენთვის მისაღები და ყოველთვიურად ეს თანხა ჩამოგეჭრებათ შემდეგ. ნახვამდის, იმედია მალე დაგიბრუნდებით, დროებით.